მე იცით რამდენ ადამიანს ვიცნობ ძალიან მწოდნეს, განათლებულს, ინტელექტუალს. მან შეფრებენ ხოლმე ყოველთვის, რამდენი რამე აქვს წაკითხული, რამდენ ახალ რაღაცას მეუბნებიან ხოლმე, ჩემთვის უცხოს და უცნაურს, როგორი ხედვები აქვს, არასდროს ფული არ აქვს, ყოველთვის დეპრესიაში არიან და წარუმატებლები არიან. ამ ცხოვრებამ თითქოს ხელი ჰკრა მათ. რა არის აუცილებელი, რომ ცოდნასთან ერთად რა არის აუცილებელი, რომ შენ შანსი გქონდეს, რომ წარმატებას მიაღწიო. პირველ რიგში ეს არის უნარები, ეხლა ნახსენეთ. კი ბატონო, კი. ახლა რასაც მე დავასახელებ, ორი მთავარი რამეა. სულ სამ რამეს აკეთებს სკოლა და მასწავლებელი. საგანს ასწავლის, ამაზე ლაპარაკით დავიღალე, მაგრამ არ ვიცი ბევრ შევაგნებინე თუ არა. საგანს ასწავლის, უნარებს აყალიბებს და ანვითარებს და რა უნარებია გეტყვით ახლა და ღირებულებათა სისტემას აყალიბებს და ანვითარებს. ეს მეორე და მესამე არის აღზრდის სისტემის საფუძველი.